რიგაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდი იმანთ კოკარსის სახელობის გრან-პრის მფლობელი გახდა. ახალგაზრდული გუნდების კატეგორიაში გოგონათა გუნდმა პირველი პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ნომინაციაში საუკეთესო დირიჟორი ნინო ციკლაურმა გაიმარჯვა. გორის გოგონათა გუნდი რიგაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა. Nino Tsiklauri, the conductor of the girls' choir of the Sulkhan Tsintadze Music College in Gori from Georgia. Choir of the Sulkhan Tsintadze Music College in Gori, Georgia, conducted by Nino Tsiklauri. უბედნიერესი ხარება დღე გაგვითენდა მე და ჩემს გუნდს და მინდა თქვენი ეთერის საშუალებით სრულიად საქართველოს მოგილოცოთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაული. მოკლედ ჩვენ მოგვიწვია Riga Sings ესეთი ფესტივალია 2025 და ინტერკულტური არის ამისი ორგანიზატორი, საერთაშორისო საგუნდო ორგანიზაცია და წელს ჩაატარა ქალაქ რიგაში. ლატვიის დედაქალაქ რიგაში. გამოვემგზავრეთ, ძადეთ ჩვენი ქვეყნის სახელი დაგვეცვა ღირსეულად და ძალიან ბედნიერები ვართ. მივიღეთ 3 ძალიან დიდი ჯილდო. პირველი ეს იყო ოქროს დიპლომი, როგორც პირველი ადგილი და ოქროს მედალს გულისხმობს, უბრალოდ ასე ეძახიან ოქროს დიპლომი. ასევე გაიცა ერთადერთი მთავარი პრიზი, რომელიც მე მხვდა წილად და ძალიან ბედნიერი ვარ, ეს არის საუკეთესო ქორმაისტერი დირიჟორის წოდება და შემდეგ მოხდა უკვე გრან-პრისთვის ბრძოლა. 27 კოლექტივი 15 ქვეყნიდან შევებრძოლეთ ამ მთავარი პრიზის მოსაპოვებლად და როგორც იცით გრან-პრი ჩვენია.